აი ეს ქურა არის კავკასიაში ყველაზე უადრესი კირის გამოსაწვევი ქურა. კირის გამოსაწვევლად რამდენიმე წინაპირობაა აუცილებელი რა. ერთი ტყე უნდა იყოს, ანუ შეშა, რითიც იწვის და მეორე აუცილებელი ის არის წყალი. ერთადერთი ადგილია მთელ ხვამლის ზედა პლატოზე, სადაც წყაროა. აქ ხდებოდა კირის გამოწვა. ყველა წერილობითი წყარო ყველა ერთხმად ადასტურებს, რომ ხვამზე პირველი ეკლესია შედება მე-12-მე-13 საუკუნეებში. ჩვენმა გათხრებმა ხვამლის მთაზე რადიკალურად შეცვალა წერილობის წყაროები. ანუ ის ძველი ეკლესიები რაც იყო, ისიც კირით არის აშენებული. დაახლოებით აი ამ ნაყარში გაწმენდის დროს აღმოვაჩინეთ მე-4-მე-5 საუკუნეების ჯამის ძირი. პირველი ეკლესია შენდება უკვე დუღაბით კირის. ქრისტიანობამდე ერთი უბანი გვაქვს მიკვლეული. ის მთლიანად მშრალი წყობით არის ნაგები. ეს ნახშირი ძველია? კი, იმის თანადროულია ახლა. საინტერესო კიდე ვინ არის ის ხალხი, ვინც ამას აკეთებს? კოლხები. რა არის კირი? კირი არის სამშენებლო მასალა, რისგან რომელიც კირქვის დაწვის შედეგად მთლიანად ხვამლზე კირქვოვანი მასივია რა და ნედლეული არის ამოუწურავი აქ.